ბევრი კომპანია მინახავს, რომელსაც შემოსავლები ეზდება და მოგება უმცირდება. და ეს არიციან დამფუძნებლები, მაგონიან, რომ იქ გაყიდეს, აქ პროექტი გააკეთეს ის და საბოლოო ჯამში მე ფული ანგარიშზე არ დევს. რომლებსაც უბრალოდ იმიტომ აცდები, რომ ციფრები არ გაქვს რა და ყველაფერზე ერთდროულად ვერ იფიქრებ. კომპანიაში როდესაც შემოსავალი შემოდის, როგორ უნდა გადავანაწილო ეგ შემოსავალი სწორად? იდეალური სეტაპი 1/3 კარგი არის, რომ 33% მიდის ხელფასებში, ოფისის იჯარაში, რაღაც ინტერნეტის ხარჯებში, სერვერის ხარჯებში ასე შემდეგ. მეორე 33% მიდის დეველოპმენტში, რომ ახალი პროდუქტები განვითარდეს და 1/3 შეება უკვე დამფუძნებლებს. ეს რო უყურებ ბიზნესში რა ხდება, ძალიან პატარა ალბათობა იმის, რომ მოგეპაროს უბედურება. გიორგი ჩუგოშვილი ამადეუს დამფუძნებელი კომპანიის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ეხმარება ფინანსური სურათის სწორად დანახვაში. მას აქვს ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით მრავალწლიანი პრაქტიკა და სხვადასხვა ინდუსტრიაში ბიზნესების შექმნისა და მართვის რეალური გამოცდილება. საბოლოო ჯამში ეკონომიკა რაზე დგას, ხო ეკონომიკა დგას კომპანიებზე. საუკეთესო ფინანსური რჩევა შენი მხრიდან რა იქნება? მე მჯერა ერთი რაღაცის, რასაც ვერ ზომავ, იმას ვერ მართავ. თავარ ნაწილს თუ არ უყურებ რა ხდება, ვერც მარკეტინგი გიშველის და ვერც ნახვები გიშველის. ხო საბოლოო ჯამში ბიზნესი დადის ფულზე. როგორ შემიძლია დავიწყო ბიზნესი? მაშინ როცა 1000-1500 ლარი მაქვს ხელფასი? არის დროები, როდესაც შესაძლებლობები იხსნება. და ეხა მგონია, რომ არის ეგეთი დრო. და შემდეგი 10 წელი იქნება ისე, რომ სამყარო როგორიც არის დღეს, ისეთი აღარ იქნება.